მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენი გადაცემა ეძღვნება საქართველოს ეკონომიკურ გაჭირვებას, რომელიც გასარკვევია სპეციალურად მოგვიწვეს ქართველობას თუ არა. და ამის შესახებ ჩვენ შემდეგ გადაცემებში ვილაპარაკებთ. მაგრამ დღეს ჩვენი სტუმარი ბრძანდება აკადემიკოსი ბატონი პაატა გიორგაძე, რომელიც გახლავთ ავანჩავანი სასმელი წყლის ინდუსტრიისა, რომელიც წლების განმავლობაში, ათეული წლებია, მუშაობს იმ საკითხზე და იმ საქმეზე, საშუალო საქმეზე, რაც არის საქართველოს მოსახლეობის უზრუნველყოფა და ცხოვრების გაუმჯობესება. თან რითი? წარმოიდგინეთ, რომ წინა გადაცემაში ჩვენ ვილაპარაკეთ, როცა ბატონი რომან რურუა ყავდა, ჩვენ ვილაპარაკეთ სასმელ წყალზე. მოკლედ რომ გითხრათ, არიან ქვეყნები მსოფლიოში, რომელიც ბედით, ღვთისწყალობით, ისევ წყალზე ლაპარაკი წყალობაში, ცხოვრობენ ნავთობის მარაგზე. და ამ ნავთობის მარაგმა მათი ცხოვრება უზრუნველყო და ააყვავა. ჩვენ საქართველოს ცხოვრობთ წყალზე, ძალიან ბევრი წყალი აქვს, რომელზედაც რა თქმა უნდა ბატონი პაატა უკეთესად მოგვითხრობს, რომელმაც შექმნა ის ინდუსტრია, რაზეც ახლა თქვენ მოგახსენებთ, მაგრამ ერთი რამე მინდა გითხრათ. როგორც ბიზანტიელებმა და ანტიკურ ხანაში კავკასია წარმოიდგინეს პრომეთედ და მიაჯაჭვეს კლდეებზე, ცოცხალი უნდა იყოს, მაგრამ მიჯაჭვული, აი ამას გავს ჩვენი საქართველოს ბედიღბალი. ეხლა ბატონო პაატა, მოგესალმებით ჩემო ბატონო. მოგესალმებით. თქვენ ქართულ ოცნებას გვერდში ედექით. როგორც მე სხვათა შორის და ბევრი ჩვენი მეგობარი. ხელისუფლებაში არის ქართული ოცნება ბოლო 8 წელიწადია და დღესაც რა თქმა უნდა ისინი კენჭს იყრიან და სურთ რომ დარჩენ ხელისუფლებაში. აი ეს პროექტი, რომელიც თქვენ საქართველოს გადარჩენისათვის შექმნით. ეს პროექტი თუ ქონდათ წინა ხელისუფლების დროს სააკაშვილის პერიოდში და თუ მიგიმართავთ იმდროინდელ ხელისუფლებისათვის ამ საკითხზე. მოგესალმებით ბატონებო. მე აი ამ ტელევიზიის გადაცემის წამყვანს უდიდეს პატივს მის თხოვნას, რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ურად ვიღებ ამ თხოვნას, ან კიდეს დაყენებულ საკითხს და დღევანდელი ჩემი აი ამ ტელევიზიაში სტუმრობა გახლავთ იმის წინაპირობა, რომ ხმამაღლა მოგაწოდოთ და გავაგონოთ მთელს საქართველოს, მთელს მსოფლიოს მოსახლეობას. საქართველო არის ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა. მის არეალში 450 წიაღისეული სამსარგებლო საბადოებია დამტკიცებული მარაგებით მოყოლებული. აი ამ საბადოებიდან მენდელეევის პერიოდული სისტემა რო ავიღოთ, 95% საქართველოს არეალში დევს. თქვენ წარმოიდგინეთ ამ პატარა გეოგრაფიულ წერტილს მსოფლიო გეოპოლიტიკურ რუკაზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, არამედ მისი წიაღისეული საბადოებთან ერთად, რასაც ფლობს იმ 450 საბადოდან, ეს არის კონკურენტუნარიანი უპირატესობის
სოფლიო მნიშვნელობის რესურსული პოტენციალი, რომელიც ადამიანის აუცილებელ საცოცხლო დანიშნულების პროდუქტს წარმოადგენს. და ეს რესურსი გახლავთ მიწისქვეშა სასმელი წყლის სახელმწიფო მარაგები. მე შემთხვევით არ მიხსენებია წეღან, რომ საქართველოს მდიდარია წეღისეული საბადოებით და კონკურენტუნარიანი აი ამ რესურსულ პოტენციალიდან მხოლოდ და მხოლოდ არის ერთადერთი რესურსული პოტენციალი წყნარი სასმელი წყლის სახელმწიფო მარაგების სახით. აი ეს რესურსი არის თავისი თვისებებით, ხარისხით, რეჟიმებით, მისი განახლებადობის, კვალწარმოების, უნარით ეს რესურსი არის მსოფლიო მნიშვნელობის. რატომ არის მსოფლიო მნიშვნელობის? და რატოა ეს გეოგრაფიული წერტილი პატარა საქართველო მთელი მსოფლიოსთვის საყურადღებო და ყველას ყურადღება მიქცეულ უნდა იყოს, რომ საქართველო იყოს დაცული ყოველგვარი იარაღისგან, ყოველგვარი ომებისგან, ყოველგვარი მომწავლელი, ქიმიური და სხვადასხვა აი ამ ანტისეპტიკური, სეპტიკური, ორგანოიდური ყველა სახის თვისობრივი მავნე ნივთიერებებისგან. იმიტომაც რომ დედამიწაზე ცხოვრობს 7,9 მილიარდი ადამიანი. 7,9 მილიარდი ადამიანიდან 5 მილიარდ ადამიანს დღეს ეს ჩვენი მოგონილი არ არის. ეს არის გაეროს წყლის პრობლემების, FAO-ს, ორფუსის, Global Waters Partners, წყლის გლობალური პარტნიორობის 172 ქვეყნის მინისტერიალი, ყველა ეს ორგანიზაციები ასაბუთებენ, რომ დედამიწაზე მაცხოვრებელ 7,9 მილიარდ ადამიანიდან 5 მილიარდი ადამიანი დარჩენილია სასმელი წყლის გარეშე. ესე იგი, 2/3 დედამიწის პლანეტა დედამიწის მაცხოვრებლებს არ გააჩნიათ სასმელი წყალი, რომელიც ითვლება აი ასეთი დადგენილი ბიოლოგიური ნორმებით. ადამიანის ყოველდღიური ბიოლოგიური ნორმა გახლავთ 2,2 ლიტრი. 7,9 მილიარდი ადამიანის ყოველდღიური ნორმა რო გავამრავლოთ ბიოლოგიურ ნორმაზე, ანუ 2,5-ზე მივიღებთ 18,9 მილიარდ litrს. დედამიწაზე ცხოვრობს 7,9 მილიარდი ადამიანი, ანუ გამრავლებული 2,5-ზე ეს არის 18,9 მილიარდი ლიტრი. ჩვენ გვაქვს მიწისქვეშა განახლებადი უმაღლესის უნიკალური თვისებების, რომელიც დედამიწაზე არსად არ არის, 5 სართულოვანი უნიკალური ახალგაზრდა ვულკანური წარმონაქმნის შრეებში უნიკალური ბუნებრივი განახლების წიაღისეული საბადო. ესე იგი, რას ნიშნავს 5 სართული? 110 მეტრზე ჩადიხარ, არის ბასეინი, 220 მეტრზე მეორე სართულზე ჩადიხარ, არის კიდე წყლის ბასეინი, წყნარი წყლების ვულკანურ წარმონაქმნებში, და ღია ბასეინებში. შემდეგ ჩადიხარ 330 მეტრზე, არის წყლის ბასეინი, უმაღლესი ხარისხის. მეოთხე სართულზე 440 მეტრზე ჩადიხარ, კიდე მეოთხე სართულზე წყლის ბასეინია და ჩავდივართ მეხუთე სართულზე 550 მეტრზე სიღრმეში და არის წყნარი წყლის უნიკალური თვისებების და ხარისხული რაოდენობის წყნარი წყლის ბასეინები. და ბუნებრივი ფილტრაციაც ხდება. რა თქმა უნდა. ჩვენი გეოგრაფიულ ჰიდროგიფსებს, ჰიდროგეოგრაფიულ წერტილებს და აი ამ სამხრეთ კავკასიონისა და თრიალეთის ჩრდილო და წყალდამწველ ოლქებს აქვს უნიკალური თვისებები წყლის რესურსების ბუნებრივი განახლებისა და კვლავწარმოების უნარ-თვისებებით. ანუ საქართველოს 40% უკავია ტყეებს და პირველი განახლებადობის ხელშემწყობი ფაქტორი გახლავთ ტყე და ტყის კორომები. მეორე განახლებადობის წყლის მიწისქვეშა გრუნტის წყლების აღდგენა განახლებადობის ფაქტორი გახლავთ 26,060 მდინარე. მესამე 820 ტბა და ხელოვნური ტბები და ბუნებრივი წყალსაცავები და ტბები. მეოთხე ჭაობები დასავლეთ საქართველოში. მეხუთე 1%-იანი შემადგენლობის 1%-იანი მნიშვნელოვანი თვისებებით ეს გახლავთ კავკასიონის მყინვარები. მთავარი ამ ერთიანობის ამპლუაში კრებს 1 კვადრატულ კილომეტრზე დასავლეთში ერთ სულ მოსახლეზე მოდის 19,000 კუბური მეტრი წყალი 1 კვადრატულ კილომეტრზე ერთ სულ მოსახლეზე ფორმირდება ხდება წყლის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 5,000 მეტრი კუბი წელიწადში 1 კვადრატულ კილომეტრზე.
ანუ სამჯერ მეტი მოდის დასავლეთში წყლის ანუ კვლავ წარმოების ხელშეწყობილ ფაქტორებთან დაკავშირებულია არა ბატონო. ერთ სულზე გადაანგარიშებით წყლის ფორმირება. განახლებადობას რომ ვამბობთ რა უწყობს ხელს განახლებადობას ეს არის პირველ რიგში ტყე 26060 მდინარე 59000 კილომეტრის სიგრძის 820 ტბა და ხელოვნური ტბები და წყალსაცავები და ბუნებრივი რა თქმა უნდა ტბები აქედან თითქმის 40-მდე 30-მდე ხელოვნური წყალსაცავებია დანარჩენი მოდის ჭაობებზე და მცირე პროცენტი მოდის 1%-მდე მოდის მყინვარებზე ანუ რა ხდება აქ საქართველოში გლობალური დათბობის პერიოდშიც გვექნება ადამიანისათვის აუცილებელი საერთო დანიშნულების რესურსული პოტენციალი პროდუქტის სახით მზა ხელის ჩაურევლად მიწისქვეშა გრუნტის უმაღლესი ხარისხის უნიკალური თვისებების და გამდიდრებული ვულკანური წარმონაქმნების შრეებში ჩადინების დროს და ამოსვლის დროს რასაც კრებს ამ მარტეზიებში და ეს არის ულტრაის პერსპექტივებში უნდა გაატარო მარტო და ეს 12 თვის მანძილზე მას არაფერი აღჭირდება ეს არის საერთო დანიშნულება. ბატონო პატა, ესე იგი ქართულმა მოსახლეობამ არც კი იცის რომ ესეთი მდიდრები ბრძანდებიან და ამ ხელა სიმდიდრე აქვთ, იმიტომ რომ ხშირად გაგვიგია ჩვენ ცხოვრებაში ქართულ მოსახლეობაში, ჩვენ საქართველოს მოსახლეობაში რომ ჩვენი თავს ჩვენ ვერ გამოუკვებავთო და ვერ ვიცხოვრებთ კარგავს ხვის გარეშეო და ეს რამ ხელა სიმდიდრეზე ლაპარაკობთ. დიახ ბატონო ჯემალ, თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ჯერ დედამიწის მსოფლიო მნიშვნელობის რესურსული პოტენციალი აქვს საქართველოს არა ენერგომატარებლების სახით, რომლებიც გაზი და ნავთობი. არაბულ ქვეყნებს და აი ამ ქვეყნებს რო აქვს ცეცხლზე და ნავთზე უფალმარვინს დაასახლა. იმათ სწრაფი გამდიდრების ეს, მაგრამ ყველაზე უფრო მეტად, აი რო დადგათ ახლა უდაბნოში 100 ლიტრი წყალი და 101 ჭიქა წყალი. ის ამოწურვადია, ხო? ის ამოწურვადია, რა თქმა უნდა და 100 ტონა ბენზინი ვერაფერს ვერ გიზავს, მაგრამ 1 ჭიქა წყალი სიცოცხლე შეგინარჩუნებს, გადაგისჭირს. ამიტომ ადამიანის სიცოცხლე ნახეთ როგორ არის სასიცოცხლო დანიშნულების რომ თქვი მე აი უკვე წერტილი დაესვა მსოფლიო მნიშვნელობის რომ თქვი იქაც წერტილი დაეშვა იმიტომ რომ რაოდენობით ხარისხობრივით ეს არის რა ციფრი როგორი მდიდარი ვართ თქვენაც ბრძანეთ იქ მინდა უშუალოდ გავცე პასუხი ვიდრე თქვენს პირველად დასმულ შეკითხვებს გავცემდე პასუხი არ მინდა რომელიმე თქვენი საინტერესო კითხვა დამჩეს მოსახლეობისთვის გაურკვეველ რაღაც ძალიან კარგი დავტოვოთ ამიტომ ის რესურსები რომელიც საქართველოს გააჩნია თქვი მე რომ კონკურენტუნარიანი უპირატესობის რესურსული პოტენციალი არის მხოლოდ წყალი თქო საქართველოში ოქრო ვერცხლი თუთია ნიკელი მოლიბდენი ვოლფრამი ცინკი 450 თხევადი ფერადი შავი მეტალების სახით უამრავი 450 მაგრამ კონკურენტუნარიანი უპირატესობის ოქროს საბადოები საქართველოს ბიუჯეტს და საქართველოს ხალხს რასაც აძლევს ყველა კარგად იცის. დიდდება 5-ოდე ოჯახი. მილიარდელი ხდება 5-ოდე ოჯახი. სხვა ახლა წიაღისეული საბადოებიც კაპიტალის კერძო კაპიტალის კერძო მესაკუთრეობის აი ამ ფორმაციული ცვლილებების შემდგომ უკვე ამოვარდა ხმარებიდან და უკვე მოდიან ინვესტორებს ეძახიან და ინვესტორები მოდიან ეპატრონებიან აი ამ წიაღისეულ საბადოებს 20-25 წლით. წიაღისეული საბადოები ერთად ორადორი საბადოა რომელიც მიწისქვეშა გრუნტებში მოიპოვება შახტური წესით ეს არის მარგანეცი და კვანაფჭირი დანარჩენი ყველა ღია კარიერული აფეთქების და გადამუშავების წესით. წარმოიდგინე ღია კარიერული გადამუშავების წესით თუ ჩვენ მივყავით ხელი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და გამდიდრდება 1000 ოჯახი მილიარდელი გახდება და საქართველოში ჩვენ შვილებმა უნდა აიყარონ ბუდადაბადი და გადასახლდნენ ამ საქართველოდან. ამე თუ სარეკულტივაციო სამუშაოები გაცილებით უფრო ძლიერი ჩდება, ვინემ მოგების სახით ნახეს ამოღებული წიაღისეული. გადატყავებული მთები და გორაგები. დიახ, გაქრა მთები არ არის. თქვენ წარმოიდგინეთ ოქროს მოპოვებაში ამ ხელს საშინელება დევს. ჩაივლი თას ხედავ ჩამოვილი 2 თვის შემდეგ ნახავ თა არ არის თა რა გადახსნილია შიგ თუ ჩაიხედა 200 ტონიანი მანქანები ჭიანჭველასავით ჩანან იმ ხელა ქვაბულებია სიღრმეში ჩასული. წესი არის ასეთი. 1 წლის განმავლობაში
მიწიდან რასაც ამოიღებ ის უნდა დააბრუნო. კი მაგრამ ამოიღე დაასხურე ქიმიური მავნე ნივთიერებებით, ამოიღე იქ ძვირფასი მეტალი, დაყარე იქ სადღაც მთები სხვაგან. ის უნდა წამოიღო და მე იქ ჩაყარო ეს უკვე რადიაციული ფონის ყველაზე დიდი მავნე და კლიმატიც იცვლება. კლიმატის და ყველაფერი იმის გარდა კლიმატი რო აი ამ გაფრთხილებულ მასას რო გააფრთხილებ, შემდეგ ქიმიური პროცესებისთვის წინა სამრეწველო პროცედურა ეს მოსამზადებელი საწარმოო პროცედურა სანამ დაამუშავებ, მას უნდა დაასხურო მძიმე მომშხამებელი შხამი ნივთიერებით, ციანიდური და ასეთი კალი უნდა გაწვია, ესეთი მძიმე შხამებით, რომ მოხდეს მისი შემდგომ გადამუშავება. შორს აგვიყვას ეს. ჩვენ უნდა დავანებოთ თავი ის ვისაც აქვს მოპოვებული, არც ერთ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა შევეხოთ ინფორმას, ღმერთმა მოახმაროთ, უოღოთ ერთადერთი რესურსი, როგორც არის ადამიანის სასიცოცხლო დანიშნულების რესურსული პოტენციალი, წყალი უნდა დაკარგდეს ქვეყნის სტრატეგიული რესურსად მისი განკარგვის უფლებით, ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. აი ამ მიწისქვეშა გრუნტის წყლების სახელმწიფო მარაგების კონკურენტუნარიანი უპირატესობა ფულად რესურსში გადაყვანილი, ეს არის როგორც განახლებადი რესურსი, ნავთობის და გაზს ერთხელ ამოიღებ, ამოიწურა. ხო. თავდება. ქვანახშირიც რო თქვა. ქვანახშირი და ყველა წიაღისეული ოქროსაბადოების და ყველა, რაც ვულკანური წარმონაქმნისაა და მას გადაამუშავებ და ის საბადოები ამოიწურა, შემდეგ ღმერთმა არაქნას უნდა მოხდეს იგივე ვულკანი და მთელი ორგანული ზედაპირული ნაერთი უნდა ჩაიტანოს მიწის ქვესკნელში უკან მობრუნდეს, ამობრუნდეს დედამიწა ღმერთმა არაქნას. კატაკლიზმები, ვულკანური წარმონაქმნები, ამომრჩევები, ეს ორგანული ხედან დაწყებული ცოცხალი არსებები, ცოცხალი არსებები. ყველაფერი ეს ბიოსაფარველი, საბურველი მოექცევა სიღრმეებში მიწის ქვეშ და მილიარდობით წლების გაღწნის შემდეგ და ვაკუუმში მოქცევის შემდეგ გაზიც წარმოიშვება, ნავთობიც და აი ესე არის ეს ციკლი დაკავშირებული აი ამ ვულკანურ დიდ ამოფრქვევებთან, რასაც დედამიწის ბევრი კატაკლიზმები მოჰყოლია და ამიტომაც დედამიწას სჭირდება შველა. დედამიწას სჭირდება გადარჩენა. ადამიანმა რო იცოცხლოს, ამისთვის საჭირო არის დღეში 2.5 ლიტრი წყალი. თუ ადამიანი ღებულობს სულთა მინერალურ ბუნებრივ წყალს, გამდიდრებულს მინერალებით, ისეთი როგორც საქართველოსია და საქართველოს გარდა არცად არ არის ეგეთი წყლებია, დედამიწის არც ერთ გზივზე და განეცე არავინ არ თქვას, პირელიესა, გვივიენსა, ფრანგები, არავის არ აქვს. საქართველოა დედამიწის ის კურთხეული ნაწილი, სადაც უნიკალური თვისებების ელემენტებით გამდიდრებული, ვიდრე ევროპაში და სხვა ქვეყნებში 1.5-ჯერ მეტი მოლეკულური შემცველობის წყლის რესურსები არის, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ადამიანმა რო იცოცხლოს, საჭიროა ყოველდღურად 2.5 ლიტრი წყალი. თუ წყალი არ არის, არ აქვს ადამიანს ვერ სვავს. მე-9 დღეს იწყება კლინიკური სიკვდილი. მე-11 დღეს თავის ზედა ქალაზე უკვე სწორი დიაგრამა მიდის, ანუ გარდაიცვალა, მოკვდა, კვდომას იწყებს ადამიანი. ანუ კვდება მე-11 დღეს უწყლოდ ადამიანი კვდება. საჭმლის გარეშე 40 დღე, 51 დღეს იწყება. უჰაერო 2 წუთი? დიახ, ზოგი შუქად ძლევს, მაგრამ ეს გააჩნია როგორ არის და რა. მეორე ადგილზეა წყალი ჰაერის შემდეგ, ხო? წყალი ჰაერი და წყალი უშუალოდ. ხო. ადამიანი ჩანასახშივე წყალია. დედის ორგანიზმში 9 თვე წყალში არის. იბადება 93% წყალია და გადის ამ წუთის სოფლიდან 76 ხანი. ჩვენ ქვეყანას მიწაწყალს ხო ვეძახ? წყალია. ამიტომ წყალთან არის დაკავშირებული ადამიანის სიცოცხლე. ამიტომაც ჩვენ მე პირადად ჩემი ინიციატივით წყალს უწოდეთ 2005 წლიდან პირველი ტომი რო შეიქმნა მით რაც თქვენ ბრძანეთ, მით იქცეული რეალობად ადამიანისათვის აუცილებელი სასიცოცხლო დანიშნულების პროდუქტი. ღვთისწყალობა, რომელიც საქართველოს უფალმა დააბეჭდა და დადგა ის დრო, რომ ეს წყლის რესურსი იმდენად მდიდარი ვართ, რომ 2.5-ჯერ, 3.5-ჯერ მდიდრები ვართ ჩვენ, უნდა ვიყოთ ჩვენ, ვიდრე არაბული და დუბაი. ნახე მიწიდან 40 წელიწადში ცათაბჯენები. წალკოტები. 2 ბომბდაცემული იაპონია, 2 ბომბდაცემული იაპონია 20 წელიწადში ფერფლიდან ჰეროსიმა ნაგასაკის ვამბობ. 20 წელიწადში ფერფლიდან აღსდგა. გერმანია მეორე მსოფლიო ომის დროს მიწასთან გასწორებული, რუსეთიც მიწასთან გასწორებული.
ქალაქები აშენდა, ინდუსტრიული ქალაქები 4-5 წელიწადში. პირველი 5 წელი, მეორე 5, აი ესე. თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველოს 30 წელიწადია ტრიალებს ერთ და იგივე ეშმაკის ბორბალზე და არც საიდან საშუალება. აი მივედით იქამდე ბატონო. დიახ, მივედით იქამდე. რა ხდება? მე მინდა თქვა, რომ საქართველოს წყლის სახით მე ავაგე ჩვენ მეცნიერებთან ერთად, ეკონომისტებთან ცნობილ დარგის იოსებ ბუაჩიძე, გურამ ბუაჩიძე, მე ბევრი უნდა ჩამოთვალო, ვერავის ვერ ჩემი პედაგოგები მაგალითად გურამ ბუაჩიძე, ზაურ ციხელაშვილი, წყლისა და წყლის დარგის სპეციალისტები, ნოდარ ჩხეიძე, ასევე ყველაზე დიდი სოფხედველობით უჭირავს დაიჭირა ნიშა ბოლო 4-5 წლის მანძილზე ამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კონცეფცია პროგრამის მიმართ ცნობილმა უთხზის ჩემპიონმა რომან რურუამ, რომელიც მეწარმეობის დარგი მსუბუქი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების უბადლო მცოდნეა, ეკონომიკის მრეწველობის ეკონომიკის უბადლო მცოდნეა, ეს ადამიანი ჩაღრმავდა ბოლო 4-5 წლის მანძილზე და ის პირველი მხარდაჭერი გახდა ამ იდეის, რომ წყალი ეროვნული სიმდიდრე უნდა გადანაწილდეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე და ეს არის ის სიმდიდრე კაპიტალიზაციის გზით, ერთი აქციის საშუალებით, რომელიც შეაღწევს ყველა საქართველოს ოჯახებში, ყველა მაცხოვრებელს, ყველა ოჯახის წევრებს, გადაეცემა ახალშობილებსაც ერთი აქცია, რომლის მატერიალური ფასეულობა სიმდიდრეში ადგენს 455,000 დოლარს. რა ბარიერია ბატონო ჩემო რა აქამდე? ნება პოლიტიკური. გუნდი ეროვნული, ნება პოლიტიკური, რომ ჩვენ დედამიწაზე თუ შიმშილობს 5 მილიარდი ადამიანი წყალი არ გააჩნია, საქართველოში წყალი კასპიისა და სხვა ზღვებში მიედინება, ისე რომ ჩვენ კარგავთ ყოველდღიურად 365 მილიონ დოლარს. და ამდენი ხალხი გარბის ეკონომიური გაჭირვების გამო საქართველოს უნდა გახდეს ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრიული წარმოებისა და მზა პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე გამტანი ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა. საქართველოს ინდუსტრიულ წარმოებას უნდა ეწეოდეს მისი არეალში არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობიდან გამომდინარე. ჩვენ შევემუშავეთ ეს კონცეფცია პროგრამაც. დარგობრივები როგორ უნდა განვითარდეს. ჩვენ გვაქვს სიმდიდრე, რომელიც ყოველ ნახევარ საათში წყლის განახლებადობასთან ერთად 2,277 მილიარდი დოლარი, რომ გვედოს ჩვენ ახლა გარკვეულ სანახავში, სეიფში ან ქართულად შესანახ ყუთში, დავწვათ, გამოვიყენოთ, გადავყაროთ, გავაჩუხოთ, ნახევარ საათში იგივე რაოდენობა წყალზე მიბმული, პული გვექნება ესე. ეს პროექტი დევს ლანგარზე, მირთმეულია. ეს პროექტი დევს, ახლა მთავარი კითხვა. წინა ხელისუფლების დროს რატო არ განხორციელდა? წინა ხელისუფლების დროს 2007 წლის დეკემბერში ჩვენ გვიხმო მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისთან ოფისში, პრეზიდენტის კაბინეტში. ბატონი თამაზ გამყრელიძე, აკადემიკოსი და მე გახდით იქ როგორც ავტორი. მან ბრძანა რომ ეს კონცეფცია პროგრამა 1 საათის მოსმენის შემდეგ თქვა ქვეყანას გადაარჩენს და ღარიბი არ გვეყოლება, ყველა გამდიდრდება. მაგრამ მის მიერ გაცემული ბრძანებას, განკარგულებას მაშინდელმა ახლად დანიშნულმა ეკონომიკის მინისტრმა ჩემთან პირდაპირ საუბარში ზღაპრები უწოდა და თქვა ბატონობა და განაშესაძლებელია საქართველოში 1500 დოლარი 100,000-მდე კაც ხელფასის სახით მიიღოს 100,000-მა კაცმა, ყველანი შემოგვიბრუნდებიან, პარლამენტთან ლეჟანკებს გაშლიან და ლეჟანკებიდან ვერ აყოლით, რომ კიდე პრეტენზიებს გამოგვიცხადებენ, კიდე ხელფასი მოგვიმატებო. რა უთხარი ეგ როგორ შეიძლება თქვენ ხალხის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე, ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ ხალხის სოციალურ მდგომარეობაზე არ ფიქრობთ, ხალხის დასაქმებაზეა, ქვეყნის ბიუჯეტზე. ეგ რა პასუხი არის, ეგ რა პასუხი? გაუგლებული დამრჩი და მე მაშინვე მისვე კაბინეტში უპასუხე მას, ეხლა უნდა გაიხსნას ფრჩხილებით როა და ყველგან ვამბობ ამას. მე მაშინ უთხარი მას, ეს ალბათ არ იცის პრეზიდენტმა, თორემ თქვენ აი ამ პასუხისთვის ჩემთან დამოკიდებულებაში არის თუ პასუხისგან დამოკიდებულებით, თქვენ აი ამ კაბინეტში ვერასდროს ვერ დაждდებოდით. სინამდვილეში, როგორც გაირკვა, ეს იყო შეთქმულება. ეს იყო შეთქმულება საქართველოს
წინააღმდეგ. მის შემდეგ საქართველოს დღემდე აი ამ გაურკვეველ ბურუსით მოსულ მდგომარეობაში. მაშინ ქართული ოცნებაში თქვენაც ბრძანებულნი გახდით, თქვენც იყავით ჩემთან დაყობრილ ეკონომიკურ პროექტებში. ნოემბრიდანვე 2011 წლის ნოემბრიდან ჩავერთვეთ, თქვენც ბრძანდებოდით ჩვენთან ერთად. იქ მრავალი მეცნიერი იყო, მრავალი მწერლები, პოეტები, მათ შორის რიგებში თქვენც იყავით, ჩემო ბატონო და მუშაობდით აი ამ კულტურის მეცნიერებისა და ენის განვითარების იდეოლოგიაზე, მაგრამ ყველასთვის ცნობილი თემა გარკვეულწილად დღემდე იბლოკება. არ არის პოლიტიკური ნება. მავანი ამბობს, რა უშლის ხელს? რა ხდება ეს? ხდება ის, რომ უხილავი ხელით ქვეყნის გამდიდრების რეალურ გზაზე დადებულია ვეტო. დადებულია დიდი ნაღმი. აი ამ ნაღს უნდა განაღმვა. ეს იქნება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები თუ რომელიმე ფონდები ამათი ნაკარნახევი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების 1.5% პერსპექტივებით რომ მიუბრუნდეთ რომ ჩვენ მივახციოთ სოციალური წყობის გასული საუკუნის კომუნისტური წყობისა და სოციალური წყობის 88-99 წლის ნიშნულს ეკონომიკური განვითარების ნიშნულს კეთილდღეობის ნიშნულს დაგვჭირდება ერთი საუკუნე. ერთ საუკუნეში კი არა, ასეთი გაჭირვებით ყოფილ მდგომარეობას საქართველოს 4 წელიწადსაც, 5 წელიწადსაც ვერ გაუძლებს. ბავშვები, ახალგაზრდა მომავალი თაობები დეგრადირებული, სული დეგრადირებული ორიენტაციით, ეროვნული თვითყოფადობის აღარებით გაედინებიან, მზად არიან, ჩემოდნებით ჩალაგებულიან და თხოვენ ოჯახს და მშობლებს რომ გაუშვან. ესე იგი, ხატოვნად რომ ვთქვათ, ვიღაცა არსებობს, ფარული დირიჟორი თუ რეჟისორი, ვისაც უფლება აქვს ეთყობა, რომ ყური აუწიოს ჩვენ ხელისუფლებას, წინასაც და მერეც კაცო, ესეთი რამეც შეიძლება მოხდეს, ხო? რა თქმა უნდა, ზეწოლა ხელისუფლებაზე ყოველთვის ხდებოდა. ჩვენ მივცინიდით იმ აბედით დროს, როდესაც კომუნისტები გვიგეგმავენ კრემლიდან ჩვენ გემასო, ეკონომიკას და ჩვენი განვითარების სოციალურ მდგომარეობასო და დღეს სოციალურ საკითხებზე კაპიტალისტური ქვეყნები იბრძვიან სოციალური საკითხების მოგვარებისთვის. სოციალური პირობები, ანუ სოციალიზმის ყველაზე უმთავრესი ფორმა, ღირებული ფორმა ეს არის სამართლიანობა. ეს არის ადამიანთა ცხოვრების წესის, პირობების და ბედნიერების ინდექსიც, ანუ ადამიანის კეთილდღეობის ინდექსის ზრდა. აი რაღაცა დროით ინდექსი შეზღუდულია. აი რაღაცა დროით ხომ არ უნდათ რომ რაღაცა აი კონდიციამდე მიიყვანონ ქართული მოსახლეობა, საქართველოს მოსახლეობა და ამიტომ აი ამ გაჭირვებაში რაღაცა განსაზღვრული დრო აქვს რომ ამყოფონ ჩვენი ხალხი. რაღაცა ამ დაგვარი ბატონო ჯემალ, მე უნდა თქვა სიმართლე და მოსახლეობასაც უნდა უთხრა სიმართლე. მოსახლეობამ უნდა გაიგოს. დიახ, ეს არის თავარი. 87 წლამდე 88, 99, 90 წლამდე საქართველოს სარეზერვო ფონდში ჰქონდა 7 ტონამდე ოქრო. დღეს 7 გრამი ოქრო არ არის სახელმწიფო სარეზერვო ფონდში. ვალები ხო არის? საგარეო ვალმა მიაღწია 20 მილიარდ დოლარს. თუ მეტი არ არის. ეხლა ეს ოქრო მარგანეცის ფლობელი დღეს არის წიაღისეული საბადოები არ იყიდება, კონსტიტუცია გზავნავს. მაგრამ შენ თუ 25 წლით იყიდი ლიცენზიას და შეიძლება ამ ლიცენზიის ფლობელი ხარ და 25 წლის მანძილზე შენ უნდა იყო იქედან ეს ოქროს საფასური მარგანეცი და იქ ხალხი ხელფასებით იხოცებოდნენ მცირე მონური შრომის საფასური ხელფასებით შახტებში არც არემონტებენ, არც ბაგირებს, არც მზიდებს, არც წარმოიდგინეთ, რატო აკეთებენ ამას, რისთვის აკეთებენ ამას? იმიტომ რომ იქ არ იფიქროს, რომ კეთილდღეობის
მომტანია ეს მარგანეცი. პირიქით, მარგანეცი არ მარგა. მარგანეცი სიკეთეს ვერ მოიტანს. მარგანეცი პირიქით აფრიკიდან უნდა მოიტანო და გავამდიდროთ თქვენი ქართული მარგანეცი. გამიგე, ეს რატომ ხდება? კოლომეისკი მის შემოიყვანა მარგანეცის მფლობელობა. შევარდნაძის ხელისუფლების გადადგომის შემდეგ. ვინ მოიყვანა? სააკაშვილმა. ვინ მიყიდა ლიცენზია? ვინ არის წილში? კოლომეისკიდან რა გვარია ეს კაცი დამოვიდა აღარ მახსოვს. ებრაელი, უკრაინელი, მე პატვისცემ ყველა ერთს, მაგრამ უკრაინელი, რომელმაც არა, ჩვენ პოლიტიკოსებზე და ხალხზე რო ლაპარაკობ, ხალხზე არ არის აქ ლაპარაკი. აქ ეხლა ყველაფერი მარგანეცი თავისი წილობრივი მემკვიდრეობით კი არა, ლიცენზიური წილობრივი მემკვიდრეობა ის აქვს კოლომეისკის უკრაინელ მოქალაქეს. სირში მისის ვის ხელისუფლების დროს იქნა მასზე მიცემული ეს? აი აქ უნდა ვეძებოთ ჩვენ სათავე. აი ამაში უნდა იყოს ხალხი ორიენტირებული და გარკვეული. მის უბედურებას ხმარდება ის. მის კაპიკების ლუკმის საფასურ, შრომის საფასურად, რომელსაც მიუგდებენ და თვითონ ერთეულები მდიდრდებიან და ხალხს ხოცავენ ჭიათურის შახტებში. შეერწყურვალ ხალხსაც დაჟე. აი ამას რატო აკეთებენ? შეგნებულად. თქვენ არაფერი არ გაგაჩნიათ. ყოველთვის ჩვენ არაფერი არ გვაქვს თვითონ. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული ვიღაცის კმაყოფაზე. ჩვენ ვიღაცის ხელის შემყურე ხალხი უნდა ვიყოთ. ერთი კითხვა მაქვს ბატონო პაატა. თქვენ გახსოვთ რა თქმა უნდა საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი რო გამოდიოდა ხოლმე სიტყვით ხშირად ამბობდა რომ ჩვენ ენერგორესურსები და სასმელი წყალიც გადაგვარჩენს საქართველოსო და ძალიან დიდი დაცინვები და ის დაუწყეს მას ამის გამო რომ პური რო გააიაფა ამის გამო კიდე ხო შეხედი და ზუსტად მიანიშნე ერთი კითხვა დიახ ზარეთ ბატონი ზვიადი რო ყოფილიყო და ჩვენი ხელისუფლება ის ეროვნული ხელისუფლება ყოფილიყო აი ამ საკითხში პრობლემა თქვენი აზრით იქნებოდა რამე თქვენ პროექტს რამე პრობლემა თუ ექნებოდა დიდი მადლობა მე გამახსენეთ თქვენ საქართველოს 90-იანი წლების არჩევნებამდე დებატები ზვიად გამსახურდიასა და ხელისუფლების მაშინდელ ეკონომიკურ ჯგუფს შორის დებატები მაშინ ბრძანა პრეზიდენტ გამსახურდია მაშინ არ იყო პრეზიდენტი ბრძანა ჯერ კიდევ დისიდენტის როლში მერაბი გარდაცვლილი იყო რომერტმა გაანათლოს მათი სულები მაშინ ბრძანა რომ ჩვენ საქართველოს წყალი ციტრუსები და საქართველოს სოფელი გადაგვარჩენს წყალი როგორც გაიჟღერა მაშინვე დაუყარეს ჭორები რომ ბორჯომი გადაგვარჩენს ხო ბორჯომი კი ასე იყო მე აი ახლა რა კარგი შეკითხვა დასვით თქვენ ჩემში მე როგორც ზარევის ბუმერანგივით ტრიალებს დღესაც ეს გოლებაში და რომ მივადექი მაკროეკონომიკური კვლევების დასასრულს და ჩავსვი წიაღისეული საბადოების ფულად ერთეულში გადაყვანის მატრიცაში ფორმულაში არსებული სახელმწიფო მარაგები და კონკურენტუნარიანი წყალმა რომ მაჩვენა ესეთი ციფრი და თან განახლებადი ეს ხონებული რა ბუმბერაზე რაღაც საოცარი რაღაც წინასწარ მეტყველებია საოცარი რაღაც უთქვია თქო და სულ ეს დამდევს თან დღემდე არ ვიტყვი ყოველგვარი ზედმეტობის და ის გარეშე დღესაც ეს აზრი დამდევს რაოდენ შორშრეთელურად რაოდენ შინაგანმა უკარნახა რომ ესე თქვა მაგრამ ინფორმით არა ბორჯომი გადაგვარჩენს და რომ ბორჯომის წყალიო ბორჯომის წყალს ეხლა სამკურნალო დანიშნულებისთვისება აქვს იმას პოსტსაბჭოურ სივრცეში სვავენ თორე დღეს ეხლა ბორჯომი ევროპაში და ამერიკაში რო დგას დევს ბოტით აფთიაქშია და უყურებენ იმას შიშით პატარა კოვზით სვავენ და ეს შეპოს ვასწავლეთ რუსებს უზბეკებს და ყველა დანარჩენი თუმცა არც ეგ იყო დასაცინი საგანი ეგეც რომ ეთქვა დიდი კაპიტალი ეგეც რა დიდი ფული ტრიალებს და დღესაც ვის ხელშია ვითომ TBC ბანკის მესვეურების მიერ მიყიდული და გადაყოლილი ბორჯომი კაცმა არის ეს მეათე მიასე ხელის ოფშორულ ზონაში ვიღაც ტერენტი გრანელის საფლავს უფრო
გაარკვევდა, გაშიფრავ დიდი პოეტის, დიდი მწერალის. ხო იცი რა შექმნა ტერეთიგრამა? შეგაიგაცო. პოლიკარპე კაგაბაძე, წარმოიდგინე ახლა ყვარყვარე თუთაბერი. ეს რა მოსატანიაო იტყვიან, არა რა დღეს ყვარყვარეები არიან, არა ახლა ვინც არ გიწყობს ხელს. დღეს საქართველოს უყურებენ როგორც ყვარყვარეს რომანტიულ ფიგურიდან, ფიტულიდან და აი ესე წონიან საქართველოს მომავალს. სამწუხაროდ მე ვერ ვნახე იქ მისული ადამიანი, ერთი ორი კაცის გარდა, მაქსიმუმ სამი კაცის გარდა, რომ ეფიქროს ქვეყანაზე, ეფიქროს ხალხზე. მიდიან პარლამენტში და თავრობაში ხალხის კეთილდღეობის, მზრუნველობის დაპირებებით გახდებიან თუ არა მიივიწყებენ ყველას და საფრთხით საძებნელი ხდებიან. მე მგონი ფანჯრები და პადიეჟდებში რო ხდება ხალხი რო ვერ ნახულობენ თვეებით თავიანთ ლიდერებს და თავიანთ რჩეულებს ადიეზდიდან მე მგონი ხდებიან სხვა შუშები და შუშებს იღებენ და ხალხი ვითომ არ ესმით ამის სიკეთე ახლა თქვენ ეს არის ხალხის დაჩაჩანაკების სპეციალურად ამაში გაღატაკების მიზეზი არის ეს ადამიანი რომელიც ფიქრობს მხოლოდ და მხოლოდ თავის ოჯახის გადარჩენაზე და გამოყვებაზე როგორმე შვილები შიმშილიდან გადაარჩინოს ის მაღალ მატერიებზე ქვეყნის მამულის პირიქით ქართველ ერში ეს აკუმულირდება და ეს იფეთქებს ეს არც ერთ მომენტში არ ხდება მისი ინაქტიურობა ამდონით იმის აფეთქება ხდება შახტებში მეთანი რო გროვდება და თითო რო ფეთქდება აი ესე ხდება და ხალხზე და ქვეყანაზე მზრუნველი ეროვნული ხელისუფლება რომელიც 30 წლის მანძილზე თითქოს თავისუფლების ხმის ეგიდით კეთილდღეობისა და ხალხის თავისუფლება იყო რომ უფრო მდიდრები ყველაფერი დევს მაღაზიებში ახლა საჭმელი და დაწყებული ყველაფერი ავეჯიდან დაწყებული ვერ ყიდულობს ხალხი წყიდველობით ნუნარიანობა არის ნოლი თან იმპორტული ყველაფერი ყრია ფული არ არის ხალხს არ აქვს საშუალება რომ იყიდოს რატომ არის ეს დანაშაულებები რატომ ხდება ყაჩაღობა ძარცვა ეხლა იტყვიან რომ ესო ყველა ქვეყანაში ხდებაო არა ბატონებო მიდით ირანში აგერ ჩვენს მეზობლად მიდით ირანში და ნახეთ რა ხდება ვის აუპატირებენ ვის აყაჩაღებენ ვის ჩამოხჭობა ადგილზე სიძობა ხალატი ქალის მით უმეტეს იქ ჩვენთან უკვე ეს გახდა ამ თავისუფლებისა და ამ სხვა ფონზე ეგიდით ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ერის თვითყოფადობის ნგრევა გახდა ესე იგი დამშევა ანუ დამშევა პირველი იმიტომ რომ შენ არაფერი არ გაგაჩნია შენ უნდა იყო ჩემს კმაყოფაზე რო იყო ჩემს კმაყოფაზე შენ უნდა მოიქცე ისე როგორც მე მინდა როგორც ის კანონები უნდა მიიღო რომელიც ჩემთვისაა მისაღები და ჩემ ქვეყნისთვისაა მისაღები რომელი კანონია ახლა ავსტრიის კანონი და ჰოლანდიის და ნიდერლანდების კანონი და ან კანადის კანონი ჩვენს მორგებაზე ბუნებრივ ხასიათზე მისაღები არის ამ ჩვენს აი ამ ლაფცატულ სივრცეზე და ამ გენეტიკურ ფონზე მისაღები არის ეს კანონი ბატონო კვირიკაშვილის დროს მახსოვს მე რომ მე მგონი მეც ვიყავ ერთად მივედით თავრობის სახლში თქვენ შეგძანდით მე მგონი აი ამ პროექტით მასთან თუ არ ვწდები დიახ თქვენც იყავით ხო მაგრამ მე თქვენ გელოდებოდით კი ბატონო აი მაშინ რაღაცა მახსოვს ესეთი ფრაზა ვიღაცის დონეზე რომ 10 წელიწადიო ამ საქმეს არაფერი არ ეშველებაო ვიღაცამ თქვა ეგეთი მე მგონი გითხრათ ეგეთ ვიღაც ახალგაზრდამ თუ განყოფილების ბიზნეს ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელმა ბრძანა განხილვის დროს ეს გადასარევია ყველაფერიო ჩვენი ინტერესი რა არის რომ გაიგოს ხალხმა თვითოული მოქალაქე თქვენთაგანი ბატონებო საქართველოს მოქალაქეები განურჩევლად ერის ეროვნებისა სოფხედველობისა ოცნების იქნები ნაციონალური მოძრაობის ნებისმიერი პარტიული წამსის ან ყველა ადამიანს ყველას ოჯახში განურჩევლად ყველას კუთვნილი წილი ღვთისგან ნაბუძები ერთი აქცია მატერიალური სიმდიდრე დიდი უზარმაზარი სიმდიდრით არის თქვენი საკუთრება
ამას ითვალისწინებს თავშივე ჩვენი კონცეპტუალური ნაწილი. ხალხის სწრაფი გამდიდრება, ერის გამდიდრება რეალურად. არათუ დაპირებები და არათუ მოიტანე პული ეკ გამიზარდე პენსია. გამიზარდე ხელფასიები, როგორ. ეს ყველაფერი ქვეყნის შემოსავლებზე, შიდა სამრეწველო პროდუქციის ზრდაზე და საბიუჯეტო სწრაფ ნახტომისებურ, ანუ ქვეყნის სწრაფი ნახტომისებურ განვითარებაზე მიმული არის. თქვენ თუ ჩვენ ინდუსტრიული განვითარებას, რომელიც ბატონმა ჯემალმა ბრძანა ეხლა სწორად გამახსენა, ამას 1-10 წელიწადი დაჭირდება კიდევ პოლიტიკური ნების მოპოვებას დაჭირდება 10 წელიწადი. მის შემდეგ გავიდა 8 წელიწადი. როგორ ბატონებო? ქვეყნის სასმელი წყლის აი ამ ვებერთელა მსოფლიო ნიშნულობის მარაგებზე, რომელიც ყოველდღიურად მსოფლიოს გამოკვებას როიცოცხლა. მისი გატანა რო შეგვიძლია. ქონება გედოს და ქონება გვედოს და არის ცდიდეს. თუნდაც მე მიყურებდეთ შეშექმენი, ბაზარი შეშექმენი, ყველაფერი და მე წაგართმევ, ხალხსაც წავართმევ და მე ვიქნები. არა ბატონებო. ეგ დრო დამთავრდა. წყლის რესურსები ეკუთვნის ხალხს, ის დარჩება სახელმწიფოს მფლობელობაში და მოხმარდება ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობას. ამისთვის არის შექმნილი მთელ საქართველოში სწრაფი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით სახალხო სახოველთაო მოძრაობა საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისათვის. სადაც 400,000-ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული. ხელმოწერების ვებერთელა დიდი ბაზა გვიდებს 160,000-ზე მეტი. ამოსაღებია უამრავი კიდევ. ანუ აი ამ იდეის მხარდამჭერი ბატონო ჯემალ არის თითქმის საქართველოს უდიდესი ნაწილი, შეგნებული მოსახლეობის ნაწილი. კი, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს. ძირითადად როგორც თქვენგან ვიცი მე, სასმელი წყლით სოფლიოს ამარაგებს ორი დიდი ქვეყანა, იტალია და საფრანგეთი. ნუ თუ საქართველოს ისეთ კონკურენციას გაუწევს მათ, რომ ისინი ჰაერში დარჩებიან, ვითომ და ფულ დააკლდებათ რამე შემოსავლად. ბატონო ჯემალ, საქმეც იმაში არის, რომ ფრანგები და იტალიელები თავიანთ საფრანგეთის ქვეყნის წყალს არცად ერთფულს არ ყიდიან, იქ თავიანთი ხალხის და ქვეყნისთვის აქვს. ისინი შედიან განვითარებად ქვეყნებში, იქ იღებენ ლიცენზიებს, ნებართვას მოპოვების გადამუშავების და ამით არიან გამდიდრებული და კაპიტალის გლობალურ ბაზარზე, აქციების ბაზარზე $1 ტრილიონი ამათი მოგება წყლის ინდუსტრიის შედეგად. ფრანგები და იტალიელები პირელი ვივენი, ნესტლე და ესეთი ვიღაცები, ესეთი დიდი კომპანიები მითი ყოვლის შემძლეობას მათი დამთავრდა უკვე დიდი ხანია დაინგრა. რატო? 5 მილიარდი ადამიანი წყლის გარეშე იღუპება, იხჩება. მთელი მსოფლიო ფონდები და მსოფლიო ყველა ორგანიზაციები ცდილობენ როგორ გადაარჩინონ ხალხი. ზოგი ფიქრობს შეამცირონ ხელოვნურად, მაგალითად ფენა 1 მილიარდელების ფენა, როგორ შეამცირონ ხალხი ხელოვნურად, დაავირუსონ და ამით მივიდნენ ოქროს მილიარდზე. მაგრამ არის მეორე ფენა, რომლებიც ფიქრობენ ადამიანებისთვის, FAO, ადამიანის ფონდი, გენეტიკა, ეს სოციალური მდგომარეობა, უფლებები, მოვალეობები, ისინი იბრძვიან ამისთვის კომიტეტში, წყლის პრობლემათა შემსავლელ გაეროს კომიტეტში. ყოველწლიურად $900 მილიარდი არის გამოყოფილი. მე მინდა მაყურებელმა იცოდეს ერთი ფაქტი, ოფიციალურად არის ცნობილი. მე ადრე თქვენ გითხარით თუ არ მახსოვს. ისეთი გაჭირებაა, რომ მილიარდერი რომ არის ბილ გეიტსი. იმამ ფეკალური მასისგან გამოხადა წყალი. რაღაცა ფული დახარჯა დიდი. ეს ოფიციალური ინფორმაციას გეუბნებით. მე სახში მაქვს ჩაწერილი, სად გადაცეს, როგორ გადაცეს ყველაფერი და ესე იგი თუ შეკაიკაცო ესეთი გაჭირება არის და ამდენი მილიარდი გაქვს, ესე იგი ამ მანქანის შექმნას ამისი, ესე იგი რო აწარმოო ეს ფეკალური მასისაგან წყალი და ეს დაალეინო ადამიანს ამდენი დანახარჯი, ესე ასე უჭირს სოფლიოს, რომ ფეკალური მასისგან იმ წყალს ქართველი კაცი იმას არ დალევს, რომ ბატონო ჯემალ, ნახეთ როგორ არის, თქვენ რასაც ბრძანებთ, ეგ ყველაფერი ახალი მეთოდოლოგია და ახალი მიკრობიოლოგიურ დონემდე ფილტრი, რაც უკვე ჩემს მეგობარს თქვენ იცნობთ, მისი მოღვაწეობის დროს პროფესორ აკადემიკოს ნოდარ ჩხეიძეს
ბათუმში იყო ეგეთი სამხედრო გასაიდუმლოებული კვლევითი ინსტიტუტი 1930-იან წლებში შექმნა. და იმის დირექტორი იყო თითქმის 40 წელიწადი ნოდარ ჩხეიძე. და პირველი 70-იან წლებში, 80-იან წლებში, 70-იან წლებში დაუკვეთეს მათ ნოდარ ჩხეიძის კვლევით ინსტიტუტს, აი ამ გასაიდუმლოებულ სამხედრო კვლევით ინსტიტუტს დაუკვეთეს ისეთი აპარატი შექმნათ ყოველგვარი ენერგომატარებლის გარეშე, აკუმულატორების და დამტენების გარეშე, რომ ადამიანი რომ ჩავარდნილიყო ტყვედ, ამოეღო ეს პატარა ნივთი და იმ დონემდე გაეფილტრა წყალი, თუნდაც ფეკალია ტუალეტში ყოფილიყო კისრამდე, წყალი მომუნდებოდა, ტრუბკა იყო პატარა სიგარასავით მსგავსი, ჩაიდეს და იქიდან შეეძლო ამოეწოვა წყალი ფეკალიიდან და ის იყო უკვე ბიოლოგიურად სუფთა. აი ეს იყო საქართველოში ჩვენს მეგობარს, ჩემს მეგობარს პროფესორ ნოდარ ჩხეიძეს აქვს ეს რომ განახათ გაგიჟდებით ისეთი სიგარაა ეს. მე მასზე ამ თემაზე არ მემუშავია მასთან. სხვა თემაზე ბევრზე მემუშავია, მაგრამ ამ თემაზე არ მემუშავია. ეს თვითონ თავით სასეკრეტშენი იყო მაშინ. ეს კომუნისტების დროინდელი იყო, მაგრამ შექმნილი ჰქონდათ ეგა. ბილ გეიტს არა, ბილ გეიტსი და სოროს დღეს აქვს წყალარინების სისტემები მიდის იხდება იქიდან ტექნიკური სპირტი და გადამუშავდება და ღებულობენ კანალიზაციიდან ოქროს. ხაშმის საფერავში 0.07 უნცია ოქროა. ბოსტნეულში, მწვანეულში, ხილში ადამიანი ელემენტების მიხედვით წყალთან ერთად ღებულობს ამ ძვირფას მეტალებსაც. ჭარბი რაც არის ვერ ამუშავებს, ეხლა არ გამიგოთ ცუდად, მაგრამ ის ადამიანი ფეკალეებიდან სოროსის წინადებით ეს ახალი ინოვაციური ტექნოლოგიები დიდი ხანია 20 წლის უკან, 30-40 წლის უკანაც, უკვე 25 წლის უკან დაიწყეს სპირტის, ტექნიკური სპირტის მიღება და პარალელური თამდევი როგორც ოქროსი არის კრასნი, სერნი, რტუტი და სპილენძი, ისი არის იმისი, მე ღებულობენ ოქროს. თენდამეჯორა სარგაიგებ. აი ესე, აი ამ ფეკალიებში არის ოქროც, გარკვეული წილად ოქროც, მაგრამ იმ დიდი რაოდენობით არა, მაგრამ მილიარდობით კუბალეთ ფეკალიიდან რაღაც 1-2 ტონა ოქროს მაინც გამოადნობენ, მილიარდობით ტონა ფეკალი. ბატონო, ამაზე არიან წამსვლელები. აი თქვენ რო ხალხს ხვდებით, დადიხართ, მე ვიცი რომ თქვენი პროექტით ესე იგი აცნობთ საქართველოში, ცდილობთ, არ ჩერდებით, თქვენ აი შემოგხარით რომ თქვენ ესეთი ენერგიული კაცი ბრძანდებით. აი ხალხს ჯერა ამისი თუ იმუშავეს უკვე რომ დაეჭონა აი ამ პროექტის კი ბატონო ეცადეს აი როგორც ზვიაც უთხრეს 90-იან წლებში გახსოვთ სხაპარიაო ხო ეს ხო ბორჯომი და ციტრუსი და პორტოხალი და მანდარინი რაც გადაგვარჩენსო ჩაიც გადააშენეს ამოძებს შეძლეს ციტრუსის გადაარჩინეს ყველაფერი მოსპეს ყველაფერი გეგმა ზომიერად. რატო მოხდა რიგოთის ჩაკეთვა, რიგოთის როკის გვირაბის ჩაკეთვა ოსეთთან და რატო მოხდა აფხაზეთის ესე ჩამოშორება. ჩვენი ძიძველი საქართველოს გულის მიწაწყლით. რატო? შეგნებულად რომ არც ის ციტრუსი, არც ის არ გასულიყო იქეთ. ციტრუსის შენი არავის არ ჭირდება. თურქეთში. კარიბჭე გახსნეს და გამტარი ჭიშკარი გააკეთეს თურქეთთან. თურქეთი ჩვენი მეგობარია ეხლა, სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ 43-ჯერ არის გადამწვარი თურქების და ირანელების ხელით საქართველოს. 43-ჯერ. გადაბუგული მიწიდან პირამდე. ჩვენი მეგობარია ვაღიარებ. მეზობელი სტრატეგიული პარტნიორია. დიდგორობას არ გვატარებინებენ ეწყინებათო. სამაგიეროდ თვითონ გამოდიან ართვინში ქართველების ექსპანსიისაგან განთავისუფლების დღეს ზეიმობენ ჩირაღლები და მთელი ქალაქი გამოდის. ჩვენ დიდგორზე ვერ ავსულვართ. სად არის ისტორია, სად არის ჭეშმარიტება? ახლა მე ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. ბატონ ბიძინა ივანიშვილის ყურამდე თუა მისული აი ამ პროექტის შესახებ. ბატონი ბიძინა არის მეტად ჭკვიანი ადამიანი, გოლემა მახვილი ადამიანი. მან მოისპინა 2011 წლის მცირედი ფრაგმენტი ნაწილი
27 ტომეულის, მაშინ შევკარი 27 ტომეული, თქვენც იყავით მეცნიერებთან ერთად. შევკარი ეს 27 ტომეული, 1.642 მილიონი სიტყვაა გამოყენებული შიგ. შევამცირე ახლა 17 ტომეულია, ქვეყნის დარგობრივი ეკონომიკური განვითარების ყველა დარგი რა, როგორ დროში, სივრცეში, რომელ წელში ფული საიდან მოვიტანოთ, რომ ეროვნული, ნამდვილი ჩვენი ეკონომიკა, არათუ ვიღაც ინვესტიციებს და ინვესტორებზე. ქართული ეკონომიკა როგორ უნდა ვაშენოთ დარგების მიხედვით. მოგავიძახით ახლა ტურიზმი. პანდემია. ტურიზმა ეკონომიკა რას ზაუქნა საქართველოს ეკონომიკას? ეს წყალი კი ეხლა საჭირდება ხალხს. წარმოება, სადაც შიდა სამრეწველო პროდუქცია მატერიალიზებული და ნიმცია პირდაპირ საზღვარგარეთ რაც გავიდა და შემოვიდა ეს აზრდა შიდა სამრეწველო პროდუქციის. ხო და რა გითხრათ მე ბატონო? ბიძინა თქვა, ბატონი ბიძინა უჭკვიანესი კაცია. არ მეგონა ამ ქვეყანას თუ რამე იხსნიდაო. აგერ მქონიაო საშუალება რაც ქვეყანას გადაარჩენს და მადლობთ ბატონო ბაათაო და მე ჩავერთვები აქ ყველაფერს გავაკეთებო თუ აქ ყველაფერი დალაგებული იქნება ბაზრის სეგმენტით და ბაზრის სეგმენტი 100-ჯერ მოიწერა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა. აქ არის კონტაქტის დამყარება. ბატონ ბიძინას უნდა ეს ყველაფერი რო გააკეთოს ჩემი ღრმა შემეცნებით, ღრმა თვით, არავის ის ვერ გავხდები ახლა მე, მაგრამ პოლიტიკური ნება არ არსებობს დღემდე. აი ეს წერილი მახსოვს მე ბატონო ბაატა, საგანელიძის მიწერილი, გახსოვთ ეს წერილი? როგორ არ მახსოვს? საიდან მოხდა? ინვესტორს რო წერს. თითქოს აქ ყველაფერი კი ბატონო, ეს არის, აი ეს უნდა გაკეთებულიყო ბატონჯემა. აი პოლიტიკური ნება, აი აპარატი რა კაღალზე. კი მაგრამ აი ამის ნება. სად გაქრა ეს მე რაღაც? ეს ვარი თქვა, აი ესეთი ჩინოვნიკებია, როგორც თავმოყრილია დღეს. აი ამ ჩვენს სახელმწიფოების ზედა ვერტიკალში უამრავი ჩინოვნიკები მხოლოდ საკუთარი ცოლისიანები და საკუთარი ჯიბის გასკელებაზე რო ფიქრობენ, აი ამ ჩინოვნიკებმა დაღუპავენ და დაღუპავენ კიდე ამ ქვეყანას. და რის იმედი გვაქვს აი რა? კიდევ კარგი რომ ბევრი არ არიან ესეთ ჩინოვნიკები. როგორ მოიქცეთ ერთ? გახარია ნორმალური პიროვნება, მინისტრი, პრემიერი ნორმალურია, მეც უწვევ ამ ვიცე. მაგის ყურამდე მისული არის ეს ამბავი. გახარიას? მე ვფიქრობ, მაგრამ მას ადრე აქვს ბიზნეს ომბუდსმენი რო იყო, ემაშინ აქვს ჩახედული ძალით, მაგრამ ესეც არ არის ღრმად ჩახედული ამ საკითხებში. ვერ მივდივართ ესე იგი ამ. ვერ მიდის ქვეყნის საქმე კარგად. ეკონომიკა 1 და 2 და თუნდაც 3%-ით რო გავზარდოთ, ჭირდება კაი ვაშკაცები ვიქნებით, თუ რასაც თავაზობს სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი, იმით რომ წავიდეთ ჩვენ 1.80-70 წელიწადში თუ მივახციეთ რაღაცა ცოტა. არა, ტერიტორია იცლება, კაცო, ქართველები გარბიან. აი ეს უნდათ ახლა საქართველოში უნდათ რომ დარჩეს პოლიგონიც 700,000 ქართველი, რომელიც იქნება მექისე, ყველა დარგს, ყველა სპეციალისტ პატივსე, მაგრამ საქართველოში სადაც ყოველთვიურად დიდი ინტელექტის მეცნიერებაწყებადი ხელოვნების დარგებში, მათემატიკაში, ფიზიკაში, სამკურნალო ჯანდაცვის სისტემაში უდიდესი გამოცდილების კორიფეები, მეცნიერები და თუნდაც ექიმებიდან დაწყებული მასწავლებელი პედაგოგები, უზნაძის მსგავსი ადამიანები იზრდებოდეს და ხელოვნურად თავებს აჭრიდნენ აი ამ ფუნდამენტში, ფუნდამენტალურ მეცნიერებას თხრიდნენ. შეგნებული გაცამტვერება არის ქვეყნის ეგრე გამოდის. ქვეყნის დეგრადაცია კი არა, ქვეყნის განადგურება, გადაშენება თვითონ ქართველების ხელით. ნუ ესეთ ქართველებს ყოველთვის იპოვნიან, როცა ჭირდებოდ. აი დასაყრდენი რო არ ექნებათ ენამამული სარწმუნოება, ეროვნული ერის წარმომადგენლებიდან გუნდი და შვაგული და ნაღები ხალხით პარლამენტშიც და თავრობაშიც მორჩეული ხალხი ბრძენკაცების მიერ მე ვეშველება ჩვენ. აი რატომ მანამდე ჩვენ ეხლა დღესაც 100 კოალიციური თავრობა რო შეიქმნას ერთ მინისტრს ვერ დავნიშნავ. მე ეხლა თუ არ წამოვიდა ხალხის ვასკვნი ერთ რამეს ბატონო პატა რომ აი ზუსტად ეს დღევანდელი საქართველო რომ მიგვეღო, იმიტომ დაამხეს 92 წელში ეროვნული ხელისუფლება. რა თქმა უნდა ეს ფაქტია.
აბა ვინ იყოს? ვინ მართავს ამ ვინ იყო ყველაფერს? ცხონებული სოკო? ვინ ცხონებული კაცო სიგუა ვინ იყო? ვინ აუჯანყდა ეროვნულ ხელისუფლებას? ვინ აუჯანყდა თქვათ სამხედრო სტრატეგიი? რა მოიტანეს? სამაჩაბლო რატო დავკარგეთ ის აფხაზეთი რატო დავკარგეთ? რატო შეცვლიდნენ აფხაზეთში? ავტომატიანი ხალხი ვინ დააზიანეს პირველ რიგში? ისევ ქართველები. ამ თემებზე მე მიმყავს გადაცემები და მივალთ იქამდე, რა თქმა უნდა, ეს დოკუმენტურად აქვს ამ ხელაწიგნი დავწერე მწარე გაკვეთილები ევროამერიკა, რუსეთი და საქართველო, სადაც ყოველ გადაცემაში ნელ-ნელა თავიდან ბოლომდე მე ჩვენმა ტელემაყურებელს უნდა დაუმტკიცოთ თქვენაერ ადამიანებთან ერთად რისთვის დაამხეს და რისთვის ჭირდებოდათ ეს აუცილებელი ბოროტება, ეს ტერმინი გაგიგია თქვენ. ნაგასაკში და ხიროსიმაში როცა ააფეთქეს ბომბი, მაშინ დღემდე ამბობენ ამას, რომ ემართლებენ რითი, რომ ეს იყო აუცილებელი ბოროტება. ეხლა მოგონე როგორი ტერმინია და მე ფიქრობ ეხლა რომ აუცილებელი ბოროტება მიუყენეს ზუსტად გამსახურდიას არა მარტო დამხობას, არამედ მის ლიკვიდაციასაც. აუცილებელი ბოროტება იყო. გახსოვთ ყველას -1. ეს ფორმულა საიდან მოვიდა? კი თქვენ კარგი შედარება გააკეთეთ ახლა. ღრმა მას არ ეყოფა მცირე დრო ჩვენი ნაწილი საუბრის. რა თქმა უნდა. წყინვალედ შედარება გააკეთეთ. არსებობს სახელმწიფოები, რომლებიც აღმოცენდნენ, ნელ-ნელა, აღმოცენდნენ მიაღწიეს თავისი განვითარების გარკვეულ მწვერვალს და შემდეგ დაიშალეს, გასო. ეგეთი ქალაქები არიან, ეგეთი ქვეყნები არიან ადრეულ პერიოდში, წინა პერიოდში, ესეთი ქალაქები არის თქვენ იცით როგორ გაქრა სოდომი და გომორი. თქვენ უწყით, კარგად ჩემზე უკეთ უწყით, საქართველო ქრისტეშობამდე ქართველი მეფე ფარსმან სპარსი რომის კოლიზიუმში ძეგლი იდგა ფარსმან სპარსის. ფარსმან სპარსის. და თქვენ წარმოიდგინეთ, იქ შესვლის უფლება ცხენზე ამხედრებული დროში და იარაღით ჰქონდა მხოლოდ ქართველებს ჰქონდათ. ქართველებს. ამასაც გადავხედოთ. შეხედეთ რა საიდან ვიწყებდნენ. იაპონია და ნაგასაკში რომ ორჯერ ატომური ბომბი ჩამოაგდეს, ის იყო აუცილებელი ბოროტების პასუხი, ბოროტებაო. აუცილებელი ბოროტებაო. რაზე იყო ეს აუცილებელი ბოროტება მიდმული? ის აუცილებელი ბოროტება იყო იგივე ბოროტებას. ომი იყო, იქს იყო და ამართლებენ. დაბრუნდეს ჩაძირეს ამერიკელების სადესანტო და სანაოსნო ისა შეტევა მიიტანეს და პასუხი აგებინეს ომის შემდგომ. 20 წლის გარკვეული წლების შემდგომ. ბატონო ბატა, ესე იგი იმედი მაინც გვაქვს ვისი ქართველი ხალხის. ერის იმედი გვაქვს. ერის ხალხის თვითშეგნებამდე უნდა მივიდეს რომ ჩვენ გათითოებულ და ასე რაღაც კუჭის პრობლემაზე აყოლებული. მე ვამბობ დღეს არსებული საარჩევნო სისტემა პოლიტიკური არეალის ინსტაბლიშმენტში ხმების მოსაპოვებლად ეს არის დამღუპველი. ეს არის ძალიან ცუდი ფორმა. ხალხმა უნდა თვითონ განსაზღვროს და თვითონ აირჩიოს თავისი მომავლის, ვის ჩააბაროს ხელში. აი ამას წყალზე ვლაპარაკობ ახლა, ეგ გასაგებია ჩემო ბატონომა და აი სასმელი წყალი. სასმელი წყლის ინდუსტრიაზე რასაც ამბობთ, ეს უნდა მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, ეროვნული თვით შეგნების, თვით ყოფადობაზე ორიენტირებული ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ზეგავლენას მოახდენენ ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფებზე საქართველოში. კარგით ბატონო ბატა. აი ამ შემთხვევაში სწრაფად მე ვპირდები მოსახლეობას. თუ ესეთი ადამიანების ჯგუფი მოვიდა მთავრობაში, საკანონმდებლო დღეს სახელმწიფო მმართველობა პირდაპირ
საპარლამენტო მმართველობის პარლამენტში და ამიტომაც პარლამენტში თუ აირჩევთ ესეთ ადამიანებს, აირჩევენ ესეთ ადამიანებს და მცირე ჯგუფს, ეს ადამიანები მიაღწევენ რომ აიძულონ ხელისუფლება სამთავრობო დონეზე, მოწვეული იქნას სტრატეგიული პარტნიორები და გაფორმდეს ჩარჩო ხელშეკრულება სასმელი წყლის ინდუსტრიის მშენებლობის თაობაზე. მისი აღიარებულობა, მისი შერწყმა ყველა სხვა ქვეყნებთან. თქვენ დალოცვილებო, ჩემ მე რომ მიყურებთ, მე ბაზრის სეგმენტი 17-15 წელიწადია მოპოვებული მაგ და ამაზე ნოტარიალური მტკიცებულებების წერილებია მილიონი გამოგზავნილი. უამრავი 777 წერილი ამაზე. რით ვერ დარწმუნდით, რომ ეს ადამიანები ბაზრის სეგმენტის რეალურ ფორმაციულ შერწყმას მსოფლიო ბაზარზე თქვენ არც ერთ შემთხვევაში ესე არ გაგვიხსნიათ. და სპონსორი ეხვეწებათ რასაკეთებთ თვითონ დებს ინდუსტრიის მრეწველობაზე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 3+2 5 მილიარდ დოლარს. ერთ წელიწადში ქვეყანა გახდება 2.5 მილიარდი დოლარი შედის ბიუჯეტში. 100,000-მდე კაცი საქმდება 1,500 დოლარის ეკვივალენტი ლარებში. მე-6 წლიდან დარგობრივ ეკონომიკურ პროექტებში საქმდება 400,000 ადამიანი. 4,700 დოლარის ეკვივალენტი ლარებში. მე-10 წელს უკვე სახელმწიფო შემოსავლების სახით, ბიუჯეტში შემოსავლების სახით 51 მილიარდი დოლარი გახდება. აი ასე უნდა გაიზარდოს პენსიები და ხელფასები, მასწავლებლები და ჩვენი მასწავლებლები. აგვისტოს, ივნისის სხვა თვეებში რატომ უნდა იყვნენ მარნეულში, გარდაბანში, მოჯამაგირეებად? არ ვიტყვი ახლა იმას მოჯამაგირე, ჩვენი მასწავლებლები, ახალგაზრდა პედაგოგები და ბებიები და დედები. რატომ თოხით ხელში და ნამდვილ ხელში დაქირევებულ მონომუშას რომ შრომის საფასურებს რატომ უნდა შრომობდნენ სხვის ბაღჩა-ბაღებში? ბატონობა და ჩვენ ახლა ბევრ რამეს აქ ბევრი საკითხები გვაქვს. ყველაფერი ვერ ვთქვით და ვერ ვილაპარაკეთ, მაგრამ ძირითადად ქართულმა მოსახლეობამ და ჩვენმა მოსახლეობამ და მსმენელმა და ტელემაყურებელმა ერთი რამ ნამდვილად გაიგო ჩვენი დიალოგიდან და საუბრიდან, რომ საქართველოს აქ აურაცხელი სიმდიდრე სასმელი წყლის სახით, რომლის რეალიზაცია შეიძლება და ამისი ნება არის ხელისუფლებაში ძევს ამისი პოლიტიკური ნება გასაგებდებს ხელისუფლების მზაობაში. დანარჩენზე ბატონობაა და ჩვენ ვაგებთ პასუხს. დიახ, დიდ მადლობას მოგახსენებთ. მე თქვენ რომ ვესტუმრეთ დღეს. რა თქმა უნდა, შემდგომშიც რამდენიმე გადაცემის შემდეგ კიდევ მოგიწევთ აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა თქვენთან ერთად მზადავარ ყველა გადაცემა ბატონო. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენი გადაცემები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ეს ციკლი, რასაც ქვია საქართველოს სამრეკლო და ეს სამრეკლო იქნება დაუნდობელი ყველას მიმართ, ვისაც შეუძლია და ხელეწიფება და არ აკეთებს ქართულ საქმეს. კარგად ბრძანდებოდეთ, შემდგომ შეხვედრამდე.